2025 წლის 1 სექტემბრიდან უნდა აღდგეს სავალდებულო წესით ყველა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატის საფეხურზე ქართულენოვან სექტორში არ აქვს მნიშვნელობა რა სპეციალობაზეა საუბარი ქართული ენის სავალდებულო სწავლება. შესაბამისად ჩვენ სანამ ამ ცვლილებებამდე მივიდოდით გავიარეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა. პირველი იყო, როდესაც საკანონმდებლო წინადადებით მოგმართეს ენათმეცნიერებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გააგვანდეს ის ისტორია, რომელთაც 2005 წელს მაშინდელი სამინისტროს ხელმძღვანელობის ზეპირსიტყვიერ მითითებით ეს საკითხი ამოღებული იქნა მიზანმიმართულად და ქართული ენის საწინააღმდეგოდ შეიძლება პირდაპირ ითქვას ამოღებული იქნა სასწავლო პროცესიდან. ჩვენ განვიხილეთ და მხარი დაუჭირეთ ამ საკანონმდებლო წინადადებას. შემდგომ ჩვენ მქონდა ბოლნიში გასვლითი საკომიტეტო სხდომა, სადაც უკვე მომზადებული პროექტი განვიხილეთ და კომიტეტის სახელით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირებას პარლამენტში შესაბამის ცვლილებების ასახვასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივა დარეგისტრირდა და ახლა უკვე ბიურომ ჩვენ როგორც წამყვან კომიტეტს ვთხოვა ამ საკითხის განხილვა და დღეს წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით